მე დავიწყებ შენ არა, მე დავიწყებ რა. 1 2 3 შემოძვირფასო ტელემაყურებლები. სად ვართ? მარტინში. ენა, ვერ გამოც. გამოდი ხა. ესე მოვდი. არა, დავიდან შეაბო. შრალი და უწყლო უფლისციხის შემდეგ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე მაგარ ერთ-ერთ ჯადოსნურ ადგილას, რომელსაც მარტვილის კანიონი ქვია. წყლის ტემპერატურა 0 გრადუსი. დღეს ჩვენი მოგზაურობა დინოზავრის ნაკვალევიდან იწყება. ჩელე, წავიდეთ. წავედით. წამო. სოფელი მარტვილი ძველი სახელწოდებით ჭყონდიდი მდინარე აბაშის წყლის ნაპირზე მდებარეობს. დროის მანქანით პრეისტორიული ხანის სამეგრელოში რომ გვემოგზაურა, ჩვეული პეიზაჟის ნაცვლად ტროპიკულ ოკეანეს, დიდი ზომის კუნძულებს, წყალში მცურავ უზარმაზარ თევზებსა და ხმელეთზე მოსიარულე დინოზავრებს ვნახავდით. სადაც ახლა მე და თაკო ვდგებართ, ზუსტად ეს ის ადგილია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ მეგრელებისათვის უბრალოდ ძალიან ლამაზი საბანაო ადგილი იყო, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ჩელე, იცი ახლა ჩვენ სად ვართ? იმ ადგილას, სადაც დინოზავრის ნაკვალევი. ისგან განსხვავებული ფაქტურა არის ის იმ ძვლების ნარჩენი, რომელიც აღმოაჩინეს. ჩელე, ასეთი ნაკვალევი აქ ძალიან ბევრია. ალბათ კარგად დააკვირდები და იმასაც ნახავთ, რომ აქ არის თითების ფორმა და აი რამოდენიმე წყალის ფორმაც არის. დინოზავრი მორბის. არა! იმ ადგილას, სადაც უამრავ ტურისტს დღეს დინოზავრის ნაკვალევის ნახვა შეუძლია, მდინარე აბაშამ 1000 წლეულების მანძილზე ღრმა კანიონი გაჭრა. ამ კანიონის კლდოვან კედლებში კი იურული პერიოდის ბინადრების ნაშთებიც გამოჩნდა. საბედნიეროდ ეს საგანძური ბუნებამ კარგად შემოინახა, თუმცა მარტვილის კანიონი ზაფხულში სიცხისგან დასაცავ, უბრალო გასართობ ადგილად დარჩებოდა რომ არა ილიას უნივერსიტეტის პროფესორის ვასილ გაბუნიას და მისი სტუდენტების ექსპედიცია გაჭედილში. თუ თქვათ სათაფლიის ნაკვალევი არის 127 მილიონი წლის წინანდელი, მარტვილის ნაკვალევი არის 65 მილიონი წლის წინანდელი. ანუ ძალიან ახალგაზრდა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სავარაუდოდ დედამიწაზე ეცემა ასტეროიდი, რომელიც ანადგურებს დინოზავრებს და აძლევს საშუალებას უზუმწოვრებს, რომ განვითარდნენ. ეს არის ფაქტურად დაკარგული ქვეყანა, რომელიც უცებ აღმოჩნდა, რომ არსებობს. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, ხოლო სიღრმის მაქსიმუმი 40 მეტრს აღწევს. როგორც წესი, აქ ადიდებულ მდინარეში შესვლა სასტიკად აკრძალულია, თუმცა ჩვენ წვიმის შემდეგ მაინც მოვახერხეთ გაჭედილის მღვიმე დაგვეთვალიერებინა. რატო ხარ შეწუხებული? რატო ვარ შეწუხებული და ეს ადიდებული მდინარე გვებრძვიშა და გვიშლის ხელს რათა შევიდეთ უფრო ღრმად კანიონში. კანიონის შუა ნაწილში მდებარე ჩანჩქერთან ქვაზე მოწითალო ფერის შენაერთებია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამგვარი ზედაპირი დროთა განმავლობაში ქვაში შემონახულმა დინოზავრის ძვლებმა შექმნა. ეს არის კანიონში ერთ-ერთი პატარა ჩანჩქერი, რომელიც არის მდინარე აბაშის შენაერთი. და ამბობენ იმას, რომ ამ წყლის დალევა თავისუფლად შეიძლება. არ რისკავ, ხოლმე თავისუფლად ამბობენ. სამოვადი დავავალ. თაგო მე მინდა ჩვენ ოპერატორს კამერა ერთი წუთით გამოვართო და ჩვენ მაყურებელს ვაჩვენო ის ადგილი, საიდანაც ეს მდინარე გამოდის. აი ეს არის ის ადგილი, საიდანაც მდინარე აბაშა გამოედინება და ჩადის კანიონში. ერთი ფობია მე მგონი გადალახული მაქვს. მარტვილში მილიონობით წლის წინანდელი ექსპონატების ნახვა იქვე მდებარე მუზეუმში შეგიძლიათ. აქაურობა როგორც იურული პერიოდის, ასევე შუა საუკუნეებით დათარიღებულ ნივთებს იცავს. GDS რადგანაც უყვარს ექსკლუზივები. ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი, რომ პირველად GDS დილის მაყურებელს ვაჩვენოთ აქ შენახული უამრავი ექსპონატი. 99 მილიონი წლის წინანდელი ამონიტი, ანუ თავფეხიანი მოლუსკი. მარტორქის ქვედა ყბა და მენჯი. ვეშაპის მალები. ზვიგენის კბილები. განამარხებული თევზი. კოლხური კერამიკა ჩელე. პირველი მონეტა მსოფლიოში. აქ ესე ვერ შეხვალ. თავადურად უნდა თავადურად უნდა შევიდეთ. მინიმუმ ეს კარი რომ გამომიღო, შენი გვარი უნდა იყოს დადიანი. და არ არის შენი გვარი დადიანი. დადიანების სასახლის კარი. იმდენი მასალა ამ მუზეუმში. ძალიან ბევრი მასალა. დიდი სიამოვნებით ერთ დღეს დავუთმობდი მარტვილის მუზეუმს.
ულამაზესი კანიონის და უძველესი ექსპონატების ნახვის შემდეგ ვფიქრობდით, რომ მარტვილში ჩვენი გაოცება აღარაფრით შეიძლებოდა. თუმცა წინ კიდევ ბევრი და არანაკლებ საინტერესო გველოდა. გადაცემის მეორე ნაწილში GDS ექსპედიციასთან ერთად მაყურებელი ონიორეს ჩანჩქერისკენ მიმავალ, დაბრკოლებებით სავსე გზას გაივლის. დაგველოდეთ და ჩვენთან ერთად ნახავთ დადიანების საბანაო ადგილს და მათ ულამაზეს საზაფხულო რეზიდენციას.